მეგობრებო, რადგან ახლა ჩვენ სკოლაში პრობლემებია, მინდოდა ღალატის თემაზე მესაუბრა. მოღალატეები ყოველთვის არსებობენ, ახლაც არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ. ნასია, გესმის, მასწავლებელმა მაიკმა გადაწყვეტა, რომ მოღალატეებზე ისაუბროს. ხო, ურჩევნიათ იმას გაუმკლავდეს, მაგრამ მგონია, რომ პირიქით მის მხარეს დაიჭერს. მეგობრებო, მოღალატეების გამო თავს არ უნდა გრძნობდეთ და მათ საქმეებს არ უნდა ურჩევდეთ. პირიქით, თავი მათგან შორს უნდა დაიჭიროთ. ასე როგორც იხარ, მასწავლებელი მაიკის მთელი გაკვეთილი შენზეა. კოსტა, მოღალატე არ ვარ, გასაგებია, მოღალატე არ ვარ. მეგობრებო, ღალატის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მთავარია წყენა არ დაიდოვოთ. მასწავლებელო მაიკ, აი რანაირად ასეთი რაღაც გააკეთა და ამის შემდეგ იმავე სკოლაში სწავლობს, სადაც მე, იმავე კლასში და ყოველდღე ვხედავ. მასწავლებელო მაიკ, თქვენს ადგილას რომ ვიყო, პირდაპირ იმ მოღალატეს დაველაპარაკებოდი, აქ ყველამ ვიცით ვინ არის. მომისმინეთ, შეგიძლიათ გაჩერდეთ, მე აქ არავისთვის არ მიღალატია, ყველაფერი სიყვარულის გამო გავაკეთე. არა, მასწავლებელო მაიკ, უნდა ვესაუბროთ, დიმა? დიანა, მომისმინე, დიმა უბრალოდ პატარა ბიჭია და უყვარ ხარ, არ იცის როგორ იქცევა. ხო, სიყვარული ასაკი, მადლობა მასწავლებელო მაიკ, რომ გამიგეთ. ხო, მასწავლებელი მაიკი მართალია. დიმა, დაწნარდი, კარგად იცი, რომ ყველაფერი შენი ბრალია. კარგი, მოდით ღალატის თემას დავუბრუნდეთ, ხელი აწიეთ თუ თქვენთვის ოდესმე უღალატიათ. მასწავლებელო მაიკ, მე ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მიღალატა და მიუხედავად იმისა, რაც მისთვის გავაკეთე, ახლა ჩემს ყოფილ შეყვარებულთან დაიწყო ურთიერთობა. ლეილა, ეს შენი ბრალია. იანა არის მომწონს, მარტო იმიტომ ვარ მასთან, რომ შენთან ერთად ვიყო. რაიან, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა და იანაც მსგავსად მოგექცევა დარწმუნებული ვარ. მეგობრებო, ხო ხედავთ, როცა ვლაპარაკობთ, გაკვეთილი მალე გადის. არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლო გაკვეთილი გეოგრაფია გაქვთ. მეგობრებო, მალე შევუკვეთეთ, თორე რიგები იქნება. პიცა რვეული აიღე და შეკვეთები ჩაიწერე. მე ჩავიწერ, მაგრამ თავარია დრო გქონდეს გასაკეთებლად. 4 შოკოლადი. 4 ცხელი შოკოლადი და შენ? პიცა მე ლატე მინდა. მე კარბონარა და ცხელი შოკოლადი. მე პიცა და ლიმონის ჩაი. კარგი. ნახე, დიმა არ მოდის აქ თავის ხალხთან ერთად, ალბათ რცხვენია. რცხვენია არა, ის კარგი რა, დიმა. გოგოებო, მოდით უბრალოდ დავივიწყოთ ეს ღალატი რა. გოგოებო, რას მიირთმევთ? ჩიზკეიკი და მილკშეიკი ყველასთვის და ჩქარა პიცა. კარგი ჩქარა. ნასტია, კარგი რა, დაანებე თავი ამ პიცას. გოგოებო, ვერ ვიტან. გოგოებო, კალათბურთელები გვაშტერდებიან. კნოპა, არ შეტრიალდე, არ გახედო, ისე მოიქცე, ვითომ ვერ ხედავ. კარგი, მეგობრებო, ახლა ვცდი. ხო, სმაილცადე, მთავარია შენ შეურიგდე დიანას, მერე ჩვენ შეურიგდები ჩვენ გოგოებს. მეგობრებო, ეს მაინც არ იმუშავებს და რატო წვალობთ? მაქვს თუ არ იცდები, არასდროს არაფერი არ გამოგივა. სმაილ, მე აქედან მხარს გიჭერ. გოგოებო, უბრალოდ ჩაგვიაროს, არ შეხედოთ? დიანა. პირველი მოვიდა. სმაილ, უბრალოდ გოგოების ვხედავთ აქ და ვსაუბრობთ. გაიგე, სმაილ, არ უნდათ რომ აქ იყო და ხელები მოაშორე ჩემს კამს, თუ შეიძლება. დიანა, ასე კიდე რამდენი ხანი უნდა გავაგრძელოთ? მოდი შევრიგდეთ, კარგი? სმაილ, მგონი დიანამ ნაცვლად გითხრა. მე და შენ არ შევრიგდებით. დიანა, მე და შენ კარგი შეყვარებულები ვიყავით. ერთ სკოლაში დავდიოდით, რატო არ შეიძლება ყველაფერი ისევ იყოს, როგორც ადრე. გახსოვს ერთად რო ვიყავით, რა კარგი იყო. დიმა ფეხბურთელთანაც არ გქონდა პრობლემები. სმაილ, არა, უფლება მომეცი ვისაუბრო გოგოებთან. ხო, ილაპარაკე. ბლონდი, ეს დაინახე როგორ დასდევენ კალათბურთელები მე ამბოხეებს. ხო, მეც გაოცებული ვარ, რა ცუდი ბიჭები არიან. ხო, ესენი უარს ეუბნებიან და ისინი არ ნებდებიან. პიცა სად არის ჩვენი შეკვეთა? სმაილ, რა მოხდა? შენ თვითონ ვერ ხედავ, რომ კიდევ უარი უთხრა. კარგი, ახლა მე ვცდი. ხო, წადე. კარგი, წავა. ხო, მიდი. კარგი, ხო, მივდივარ. ბავშვო, წადი უბრალოდ. ხო, მივდივარ. სმაილ, ამ ყველაფრით აღარ დაიყალე. მაგ შენ შეიძლება მერი არ გადარდებს, მაგრამ მე მინდა დიანას დაბრუნება. როст, ერთი წუთი მემიშვი? ჯული, რატომ? ზარით მინდა რომ ვითამაშო. ზარს თავი დაანებე, სათამაშო კი არ არის. პიცა, რა შეკვეთებია? ბაყაყები, სალათი შეუკვეთეს. კნოპა, შეიძლება ვილაპარაკო. მეორე მოვიდა. ტიმურ, სმაილი გავუშვით აქედან და მგონი შენც არ გაქვს შანსი. ხო, ტიმურ, ახლა უნდა შევუკვეთო და არ მინდა რომ ჩემ ზურგს უკან იდგე. კნოპა, გთხოვ, მელაპარაკე. არა, ტიმურ, კარგად. კარგად. გოგოებო, ახლა 3-მდე დავიცვლი და მაქსი ჩემთან მოვა აუცილებლად. მერი არ დაგავიწყდეს ჩვენ, მე ამბოხეები ვართ და არ ვართ კალათბურთელებთან. გოგოებო, ახალი შეყვარებულები რომ ვიყავთ, ძალიან მომინდა ახლა შეყვარებული. აი! პიცა რა, ხომ გითხარი, როდესაც მიჭირავს ხელში შეკვეთა არ? მაქს, მიდი ახლა შენ წადე. არა, მე არ მივდივარ, მერი მას გაიგონოს, მე არ მივდივარ. მაქს, არასწორად იქცევი. ვერ ხვდები, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი თუ მიამბოხეს და იბრუნებს, მე ყველა დავიბრუნებთ. ხო რა, მაქს, წადი. არ წავა.
რაიან, იმ ლეილას არ შეხედო. მოიცადე ერთი წუთი იანა. გთხოვ ამიხსენი. ახლა ხარ დაბრუნდი ვირთხებში და ახლა ჩემს ყოფილ შეყვარებულთან ერთად ხარ, რატომ რომ მე გამამწარო? ლეილა, კარგად ვიყავი მე ამბოხებში. შენ ხარ ის, ვინც მომათრია ამ ვირთხებში და რა გინდა? იქნებ მიყვარს. გიყვარს არა? მე მკითხე, იქნებ მეც მიყვარს. საყვარელო. ლეილა, შენ დაშორდი, ახლა მე ვარ მასთან რა პრობლემაა? იანა, ხედავ რომ ძალიან შეიცვალე და ეს ალბათ შენი მე ამბოხის ცხოვრების ბრალია, მაგრამ ნუ ნერვიულობ, მალე ყველაფერი ძველებურად იქნება. ლეილა, არ უნდა დაგებრუნებინე აქ. მეგობრებო, ხო არის დიანა სად არის? რა ქაოსია, ყველა ამ დიანაზე რატომ გიждდება ამ სკოლაში? არ ვიცი სად არის შენი დიანა. მე ამბოხები ალბათ ან კაფეტერიაში არიან, ან თუ გაკვეთილი არ აქვს გასახდელი. კარგი მეგობრებო, მადლობა. დიანასი როგორ მშურს, რამდენი შეყვარებული ყავს. იანა, შენსაც გელს რომ ვიყო, დიანას კი არ შემშურდებოდა, იმაზე ვიფიქრებდი მეგობართან როგორ ვიყო. გოგოებო, არ შეგიძლიათ რომ შეგიგდეთ. არა. ვეღარ ვუყურებ ამ წყვილებს, აღარ შემიძლია, შეყვარებული მჭირდება ახლავე. გოგოებო, ნასტია. გოგოებო, გამარჯობა. აბა როგორი ვარჯიშის ხასიათზე ხართ? იმედი ვარჯიში არ დაგვიწყებიათ. გამარჯობა მასკოტ. გოგოებო, ვივარჯიშოთ? ხო, წავედით, ვივარჯიშოთ. ჩვენც უნდა ვივარჯიშოთ აუცილებლად, წავედით. ხო, ვივარჯიშოთ. კარგი, მორჩა გოგოები წავიდნენ. დღეს მე ჯერ ვეყავსდი. სმალ დარბაზის გარეთ ხوار დავუერთოთ. მეგობრებო, მე ამაში აღარ გამრიოთ. აი, სად არის ჩემი შეკვეთა? კოსტა, ძალიან მაგარი ხარ, ძალიან მომწონს რო გიყურებ ვარჯიშისას. კარინა, დღეს პირველად და ბოლოჯერ ხარ ჩვენ ვარჯიშზე. კოსტა, რატომ? აბა, როგორ მოგწონს ახალ დარბაზში ვარჯიში? ხო, დიმა, შენ ფეხბურთელი ხარ და კარინა და მე თქვენი პატარა ჩირლიდერები. საუთისფერო, ჩვენ ფეხბურთელებს ჩირლიდერები არ გვჭირდება. ჩვენ თქვენი გოგოები ვართ. გოგოებო, იმედი მაქვს დღეს ყველა მზად ხართ, იმიტომ რომ ახალი სლოგანისთვის უნდა ვივარჯიშოთ. მოიცადეთ, დიანა. ესენი აქ რას აკეთებენ? კოსტა უფრო მაგარია. კარინა, მოიცადე, აქ უცხოები ყავს. ფეხბურთელებო, არ მესმის ჩვენს სპორტ დარბაზში რას აკეთებთ? მხოლოდ ჩირლიდერები და კალათბურთელები ვარჯიშობენ აქ. ხო, ამიტომ წადით. გოგოებო, მანდ ესე უაზროდ ნუსხეთ ხართ. დიმა, კოსტა. გოგოებო, თქვენ დაწყარდით. დიანა, ჩვენ არსად არ მივდივართ. სად წერია რომ აქ ვარჯიში მარტო კალათბურთელებს და ჩირლიდერებს შეუძლიათ? გაიგეთ, ვრჩებით. ხო, ჩვენ აქ ჩვენს ბიჭებთან ვართ. გოგოებო, თუ გინდათ ამათ მე მივხედავ ორ ფეხბურთელს მარტივად. მასკოტ, არ გარისკო. დიმა, ერთი წუთი, რა საქციელია ეს? კლასში სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ მე ამბობდი რომ ძალიან გიყვარვარ და ამ სიყვარულის გამო აკეთებ ყველაფერს და ახლა შენი შეყვარებულის თვალწინ რას ამბობ? შეყვარებულის მე ვარ მისი ნამდვილი შეყვარებული და დიმას მე ვუყვარვარ, ხო დიმა? დიანა, საათისფერი ჩემი შეყვარებულია და შენ აღარ მიყვარხარ. ამიტომ გაჩუმდი. დიმა, შენთან ყველაფერი ძალიან მალე იცვლება. კოსტა, გაჩუმდი. არ ვარს. კარგი, ახლა მე 3-მდე დავითვლი და უნდა დატოვოთ ეს სპორტ დარბაზი, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვარჯიში გვაქვს. 1 2 3 გარეთ. რა სულელები არიან? ეგ უბრალოდ სიტყვა. გონიათ რომ შევასრულებ? დიმა, რა გავაკეთოთ? ჩვენ აქედან არსად არ მივდივართ, უნდა ვივარჯიშოთ და თქვენ შეგიძლიათ ვივარჯიშოთ. კოსტა, წამოდი. გაიგეთ, არსადაც არ მივდივართ. იცით რა, დამღალეთ. დიანა, მოდი, უბრალოდ ვივარჯიშოთ. არა გოგოებო, ახლა მარტო უნდა ვიყო. დიანა! დიმა, ახლა მართლა გამოიჭირე. კოსტა, ჯერ ეს უბრალოდ დასაწყისია. ინანებს რომ ჩემს სიყვარულს ყურადღებას არ აქცევდა. დიმა, უნდა გადაწყვეტო ვინ გიყვარს, საათისფერი თუ დიანა. მორჩა, კოსტა, ვივარჯიშოთ. 1 2 3 ბიჭებო, მიდით! დიანა! ჩვენ ვარჯიში უნდა გქონოდა. ბავშვებო, ახლა მართლა მარტო უნდა ვიყო. დიანა, სერიოზულად უნდა ვივარჯიშოთ. არ მადარდებს ეს ფეხბურთელები რას ამბობენ და რას აკეთებენ. დიმა სპეციალურად მართავს სპექტაკლს. ხო, უნდა ვივარჯიშოთ. არ გესმით, მართლა მარტო უნდა ვიყო ახლა. მადლობა, ყველაფერი შენ გამოხდება. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? ძალიან დავიღალე უკვე. ჩემი აღარავის ესმის საერთოდ. მასწავლებელი მაიკიც არ ცდილობს რომ გამიგოს და რამე გააკეთოს. გოგოებო, გითხარით, მარტო ყოფნა მინდა. დიანა, გოგოები არ არიან, მე ვარ რომეო. როგორ ხარ? რომეო, აქ რას აკეთებ? დიანა, გავიგე რომ რაღაც პრობლემა გაქვს დიმა ფეხბურთელთან და მინდა ჩემი დახმარება შემოგთავაზო. რომეო, მადლობა, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მგონია რომ შენ შეძლო ახლა ჩემი დახმარება.
კარგი დიანა, მაგრამ რატო შემიძლია მივიდა და ყველაფერი აუხსნა? გაიგებს თავს და განებებს. რომეო, თავისუფალი გოგო კი ვარ, მაგრამ ჩემი ყოფილი შეყვარებული კალათბურთელი ამ სკოლაში დადის და თუ შენ ახლა ჩემ გამო რაღაცას გააკეთებ, ის მართლა არ გაპატიებს და არ მინდა რომ რაღაც დაგიშაოს. ხომ გესმის? დიანა, დამიჯერე, მე მართლა დაგეხმარები. კალათბურთელები ვერაფერს ვერ გააკეთებენ. რომეო. წვანე, ახლა კალათბურთელი ვარ. კარინა, მე და შენ გუნდი ვართ. კოსტა ისე მომეწონა ვარჯიში, შეიძლება კიდევ ვივარჯიშოთ? კარინა, ეს ბოლოჯერ მოხდა. კარინა, ნუ ნერვიულობ, ყველა ვარჯიშზე მივალთ და ჩვენც ვივარჯიშებთ. მეგობრებო, არ მისმის, სად არიან ჩვენი გოგოები? აქ უნდა ევარჯიშოთ. პომპომები აქ ყრია, ალბათ უკვე წავიდნენ. მეგობრებო, საკმარისია ყოველთვის გოგოებზე ლაპარაკი. აიღეთ ფურთი და ჩვენ ვივარჯიშოთ. კარგი, ხო, რითი დავიწყოთ? პასებით? სმალ, ჯერ ხო უნდა გავხურდეთ. კარგად ვეღარც ფიქრობ. მაქს, შენი არ მისმის. მაქს, შენ თუ ჩვენთან ერთად აღარ ხარ, ეს უბრალოდ უნდა აღიარო. მე და სმალი გოგოებს მაინც დავიბრუნებთ. კარგი, მიდით დაიბრუნდეთ. კარგი, რა მაგს გაიხსენე მაინც ერთად რა კარგად ვიყავთ. სულ ლაპარაკობთ. მალე ზაფხულს ერთად ეგები მოვა და წავლენ. მერე რა მოხდება? მერე საერთოდ ვეღარ ვნახავთ და ალბათ საერთოდ ახალ შეყვარებულებსაც იპოვიან. მეგობრებო, ამ ზაფხულს ბანაკში მივდივარ და იქაც კარგი გოგოები იქნებიან. სმალ, მაქსი ჩვენთან ერთად აღარაა. კარგი, მოდი ვივარჯიშოთ. მოდი, ნამდვილი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგიდის ფეხბურთი. კარგი, კოსტა, მე ლურჯი ვარ, მე წითელი. კოსტა, შენი ფანი ვარ, მე შენი დიმა. კოსტა, მიდი, დიმა. გამარჯობა ბიჭებო, დიმა, აქ შენთვის მოვედი. ერთი გოლი და უკვე დანებდი. ლეილა, რა გინდა? დიმა, მასწავლებელმა მაიკმა მითხრა რომ სტატია დავწერო ღალატზე და შენ უნდა გამოგკითხო. სტატია, კარგი. დიმა, პირველ რიგში როგორ გრძნობ თავს მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი გააკეთე? როგორ გრძნობ თავს? თავი გვერი მგონია, რადგან დიანას თავისი გაკვეთილი ვასწავლე. ვაუ, ეგ ჩაიწერე ჩემი შეყვარებული გმირია. ასევე დაწერე რომ არაფერს არ უნდა და დამნაშავე მხოლოდ დიანაა. კარგით, გოგოებო, დიანა უნდა ვიპოვოთ აუცილებლად. ფეხბურთელები გამოვიდნენ უკვე სპორტდარბაზიდან. ხო, დიანა გასახდელშია. რომეო, მასწავლებელმა იქ საერთოდ არ გავხარ. დიანა? მეგობრებო, გამარჯობა. ხო, გოგოებო. დიანა, აქ უნდა იჯდე მარტო ამდენი ხანი? გელოდებოდით რომ გაგვეგრძელებინა ვარჯიში. ხო და შენ აქ მასწავლებელი მაიკის მიშულს ესაუბრები. გოგოებო, რას ამბობთ? რომეო და მე გულწრფელად ვსაუბრობთ. ხო, მეგობრებო, დიანამ თავის პრობლემაზე მითხრა. დიანა, ვარჯიში უნდა გავაგზავნოთ, დარბაზი უკვე თავისუფალია. არ მომწონს ეს რომეო. ხო, რაღაც უცნაურია. იცით რა, რომეო ძალიან კარგი ბიჭია, ბევრზე უკეთესი. რომეო, ძალიან დიდი მადლობა რომ მომისმინე. დიანა, შენ დასახმარებლად ყოველთვის მსად ვარ. გოგოებო, გეყოთ ჩურჩული და წავიდეთ, ვივარჯიშოთ. ხო, ვარჯიში უნდა გავაგზავნოთ. ლეილა, დაწერე რომ არაფერს არ ვნანობ და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო. ვაუ, დიმა, იცი ხო რომ სერიოზული ინტერვიუა ეს? ფეხბურთელო, ხო არ ვილაპარაკოთ? კარგი, ვილაპარაკოთ, ხო და მომისმინე. ვაუ, ჰეი, ჩემს შეყვარებულს ნუ ეხები, რას აკეთებ? კოსტა არ ჩაერგიო. G A M A R J V E B A. დიანა, ეს რომეო რა ხდება? გოგოებო, რომეო და მე უბრალოდ ვსაუბრობდით. რა საშინელი დღეა დღეს, იმედია მალე დამთავრდება. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭერეთ ზარს. იმედია მალე გამოკეთდება ყველაფერი. კარგად.